გამარჯობა, მე მაქსი ვარ, საჭმლის თუთაღერებული კრიტიკოსი და დღეს დავაგემოვნებთ Food Goods. Food Good-ი მოგვიტანა ერთმა ინდოელმა კურიერმა, რომელიც ძალიან კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად და საერთოდ არ გამაბრაზა. დღეს ჯანსაღი იკვების ხასიათზე ვიყავი. ოღონდ აი ჯანსაღი და თან არაჯანსაღი რა, ანუ აი ბურგერები მინდოდა, ან რაღაც აი არაჯანსაღი ტიპური არაჯანსაღი საჭმელი მინდოდა, ოღონდ ჯანსაღი რა. კარტოფილის ფქვილით გაკეთებული ბურგერები და რაღაცები არ აღმოვაჩინე, აი ამაში Food Good-ში. სხვა შორის ერთხელ Food Good-მა მომწამლა. ვაუ. აი ის ბურგერი, რომელზეც გეუბნებოდით, რომ ძალიან უცნაურია თქო, აი ეს პური გაკეთებული არის კარტოფილის ფქვილით. მეორე აქაც ბურგერია ალბათ, კიდე რაღაც და ორი ცალი ჩანგალი და ჩვენი Food Good-ი. ეს ალბათ კომპლიმენტია, რომელიც მე არ შემიკვეთია. კომპლიმენტი ხო იცი რას ნიშნავს? აი რაღაცას რო გიგზავნიან საჩუქრად, მაგას რესტორნები და მსგავსი საზოგადოებები კომპლიმენტს ეძახიან რა. მოდი ქრონოლოგიურად მივყვეთ და დავიწყოთ ბოულებით. არ ვიცი ეს ქრონოლოგია მე მოვიფიქრე, საიდანაც მოვიტანე, საიდანაც მოვათრიე. ეგეთი ქრონოლოგია არ არსებობს საერთოდ იცით, სიგნა იმით დაიწყებ. სხვათა შორის მეგობრებო, მე ვიმყოფები ჩემს ახალ სახლში, რომლის რემონტსაც ძალიან ბევრი ნერვები, დრო და ფული შევწირე. ვიდეოებს რომ არ ვწერდი, ალბათ დიდწილად იმიტომაც რომ ამ სახლის რემონტი მიმდინარეობდა, გამაწვალა რასაც ქვია. ანუ მე რო ჩილედან ჩამოვედი, ეს სახლი უნდა დამხვედროდა. იმიტომ რომ რომელსაც ვქირავდი, ის სახლი დავტოვე რა, იმიტომ რომ ვიყიდე სახლი და აქ უნდა გადმოსულიყავი ჩილედან ჩამოვედი, პირდაპირ აქ უნდა მოსულიყავი. მაგრამ ჩამოსულიდან თვენახევარში მოვახერხე აქ გადმოსვლა. თვენახევარი სასტუმროში ვცხოვრობდი. აი, იმ ბრაზმა და ცუდმა ემოციებმა გადაიარა, ეხლა უკვე ამ სახლში ვარ და ყველაფერი კარგად არის. ეს არის სკრემბლის ბოული და ღირს 17 ლარი და აი ამ სუბსტანციისთვის რაც შეგნით დევს, მე მგონი 17 ლარი საკმაოდ ძვირია, უფრო იაფადად შეიძლება ამის გაყიდვა. მეოთხედი ავოკადო, კვერცხი ალბათ 2, ორაგული ცოტა, აი ამდენი ორაგული. არც კი დამჭირდება იმის თქმა, როგორი გემოაქვს. შემწვარკვეთს როგორი გემოაქვს, დამარინადებულ ორაგულს როგორი გემოაქვს. კიდეც პომიდორს ავოკადოს როგორი გემოაქვს, შენ თვითონ იცი, ეგ არის ეს რა. ჩემი აზრით, ცოტა უფრო იაფად გაყიდვაც შეიძლებოდა ამისი, იმიტომ რომ ძალიან აი ესეთი პროდუქტებია, აი, basic. შევჭამე უკევს რა. აქ განსახილველი არაფერია რა. ახალია ეთყობა. კიტრი კაია, პომიდორი კაია, კვერცხი კაია, ორაგული კაია, ფასის და ხარისხის გათვალისწინებით გემო არის ჩვეულებრივი, ფასი არის ძვირი, ამიტომ რავი 600-ს მივცემდი რა. გადავიდეთ უფრო საინტერესოზე, ქათმის ბოულზე, რომელიც გამოიყურება მართლაც საინტერესოდ, აი. აქაც მეოთხედი ავოკადოა, არის ქათამი. აი ეს არის ქათამი. დიჟონის მდოგვი აქვს, ყველი, ავოკადო და ალბათ თავლა ბრინჯი იქნება. აი მას რა ქვია? ხო იცით თქვენ, დამიწერეთ კომენტარებში. ეს რატომ მინდებს აქ? სპონსორივით. ადი მოშორდია ქენა. როგორც იცით, ჩემ ახზე რესტორანის სპონსორები არასდროს. სპონსორთან ერთად არხი და მე ვერ შევინარჩუნებთ ობიექტურობას. ქათამი არის ძალიან ცოტა. ქათამი თითქმის შევჭამე უკვე, ძალიან ცოტა ქათამია. ძირითადი მასა არის აი ამ ბურგულის, რომელიც სახელიც ვერ გავიხსენე და ავოკადო ცოტაა და ბოსტნეულიც ცოტაა რა. მაგრამ გემრიელია, ქათამი კარგად არის შეზავებული. დიჟონის მდოგვი და რაღაც აქვს, შეიძლება თაფლით კონდეს, არ ვიცი, მოტყბო გემოაქვს. ნუ ეს კუსკუსი თუ რაღაც ღმერთო ჩემო რა ქვია? კინოა ქვია, კი. კინოა. ძალიან გემრიელი ბურგულია, როცა ჭამს ჯანსაღია, ბევრი კალორია არ აქვს, დაახლოებით 400 კალორია აქვს და ვინც დიეტაზე იმისთვის იდეალური საჭმელია. 25 ლარი ღირს. და ეს არის ალბათ ერთადერთი ცუდი მხარე ამის, იმიტომ რომ 25 ლარი მე ცოტა მეძვირება ესეთი საჭმელისთვის. მაგრამ მე მგონი უფრო იაფადაც ვერ შეჭამ რამე მსგავს, იმიტომ რომ რატომღაც რაღაცა ჯანსაღი რო არის, რაღაცა ესე რო პოზიციონირებს, რომ რაღაც რესტორანი რო ჯანსაღი საჭმელები აქვს, იმასთან ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს. რა მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი პროდუქტების გაკეთება უფრო იაფია ვიდრე არა ჯანსაღის, ხშირ შემთხვევაში
უფრო ძვირად ყიდიან, ძალიან დიდ მარჯებზე მუშაობენ, აი მაგალითად სკაც ძალიან ძვირია რა. ამას მივცემდი 8 ქულას. გემრიელია, მაგრამ ძვირი. თავარი რაღაცეები გასაცენჯი მაქვს, ეხლა 2 ცალი ბურგერი, ვრეპი და კესადია. ოუ, კარგი. ნახე როგორი ჩაღრული სოუსებით არის წარმოდგენილი. ვა, თავისი დედის ტრაკებით ყველაფერი იმენა. ქათმის ფილე, ალბათ ყველის სოუსი, შავე კიტრი, კარტოფილის პური და всё. დავიწყოთ, ძალიან მაინტერესებს. მამა. მაპატიეთ ძალიან გავჭუჭყე და ვიბანავე და მოვედი. ეს რა ყოფილა? მოიცა ერთ წამი. ძალიან გემრიელია ხალხო. აქ რაღაც სოუსი აქვს და ეს სოუსი გასამუქთებელი არ არის. აი. ბიჭო რა კაია. ძალიან კაი, პური არის ძალიან გემრიელი. აი, სიჯანსაღის გამო რისი პური არ მიჭამია რა. გრეჩიხის პური, ბრინჯის პური, ცეხული ფქვილის პური, ნუშის პური. რავი, რა პური არ მიჭამია, იმიტომ რომ ჯანსაღი ყოფილიყო და თეთრი პური არ შემეჭამა, მაგრამ კარტოფილის პური ყოფილა, რა გემრიელი პურია, მერთო ჩემო და აი რა მარტივი რაღაცაა, წარმოვიდგინე პური, სოუსი, ქათმის ფილე, კიტრი, всё. აი უმარტივესი რაღაცაა, სულ რამდენიმე ინგრედიენტი აქვს და ეგეთი გემრიელი რანაირად არის გავგიჟდი. სოუსი თამაშობს ძალიან დიდ როლს. არ ვიცი რისგან გააკეთეს ეს სოუსი, მაგრამ აი მთლიან ბურგერს მაგან უშველა. და პური კიდე იმენა მაგარი. გემრიელად ჭამ ბურგერს, ძალიან გემრიელად ქათმის ბურგერს და არ ჭამ პურს. არ ჭამ არაფერს არ აჯანსახს. ეს რაც გინდა ღირდეს, რავი, ღირს რა. ძალიან მაგარია. 16 ლარი ღირს. 16 ლარი ამისთვის არის კაპიკები. ჩემი საყვარელი და იმის სკოლა, ეს სკოლა თანავასა მაგრად რა. მადლობა ბატონო თემურ. აი ეს უფასო პლეისმენტი ჩემგან თემურის. 16 ლარად ესეთი გემრიელი რაღაცის ყიდვა, გემრიელი და ჯანსაღი ხას უსვამ რაღაცის ყიდვა. ქალაქში ან ძალიან ძნელია, ან კიდე წარმოუდგენელი. შენს ადგილას თუ სწორად იკვებები, თუ ცდილობ რომ სწორად იკვებო და ან თუ ვარჯიშობ, ან რაღაცას გავუსი, ან წონის პრობლემები გაქვს ჩემსავით ან რაღაცა, ამბურგერზე რეკომენდაციას გაძლევ 100%-ით და იმ შემთხვევაშიც თუ არ გაქვს არანაირი პრობლემები, მაინც უნდა გასინჯო, იმიტომ რომ აი ობიექტურად გემრიელი ბურგერია, არაჯანსაღ ბურგერებს არაფერს არ ჩამოვარდება, ისეთი გემრიელია. ამის ქულაბაცაც გასაგებია, უწერ 10-დან 11-ს. სანამ გადავიდოდე შემდეგ ბურგერზე, ერთი რაღაცის შესახებ მინდა გითხრათ რა. ნუ ხო იცით რომ მე კოლაბორაციებს და რაღაცებს არასოდეს არ ვთანხმდები ხოლმე, მაგრამ კუბეტიდან მომწერეს და აი კუბეტი იმდენად ბავშვობასთან და რაღაც ნოსტალგიასთან ასოცირებული რაღაცაა ჩემთან. ლუდის დალევა დავიწყე კუბეტთან ერთად. ანუ კუბეტი და ლუდი იყო. ანუ რაღაც ტრიკორაჭკი იყო და კუბეტი, ლუდს მაგას ვატანდი ხოლმე ბავშვობაში და აი იმენა რაც ლუდთან ასოცირდება ყველაფერი მივარსება და აი ძალიან ნოსტალგიური რაღაცა ელემენტი გამოუშვით მაგისაც ვატირე, ჩავაინტეგრირებ თქო, თქვენი კაპიკი არ მჭირდება თქო და გამომიგზავნეს აი ესეთი ჰუდი ჩემო მეგობრებო ზომებში მაგარი ამცდით, იმიტომ რომ მე ცოტა მხარბეჭიანი კაცი ვარ და ეს რა ზომა ესიოჩი. ესი მე არაფერს არ ვიცავ ეს, ანუ არაფერი კავშირში არ არის ჩემთან. ეს მაგრამ არა უშავს ვიღაცას მივცემ, ჩემი შვილი რო გაიზრდება იმ მოწევად რაღაცა. მაგრამ ისე ხარისხიანი ჰუდია, ობიექტურად და ლამაზი, კარგი ფერია, მომწონს. მადლობა. მაგრამ გეტყობა შენ მეგობარო რომ ვინც ეს გამომიგზავნე ჩემ ვიდეოებს არ უყურებ და არ იცი როგორი ვარ. თორე აი ეს ესიჩ. მეწყინა ცოტა. მაგრამ ნიჩიო. რამდენიმე კუბეტი გამომიგზავნეს. ეს არის ყველის, მოდი ყველას გავსინჯავ. ეს არის კეჩუპის და ყველაზე მეტად კეჩუპის კუბეტი მიყვარდა ხოლმე. და ეს არის კიდე კბილის მინდის კუბეტი. აი ჩემი ძმაკაცი მოვიდა. ჩემი ძმო. ნახე ისევ ისეთი პატარა კუბები. ყველი. აუ, კაია. არა, გოგს ეს შენთვის არ არის.
ეს არის sweet corn. ანუ ტბილისი მინდი და მივარდა. იდეა. კაია. და მის უდიდებულს კეჩუპი. აი. უფრო ინტენსიური კეჩუპის გამოქონდა ადრე. ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა კუბეთს. ძალიან გამახარეთ და გამიგვიძეს ნოსტალგიები. მადლობა, გადავიდეთ შემდეგზე. კოქსი, აბა შეხედე, ბრატ. არა, შენ არ გიჭმება. ბურგერებს რაღაც საოცრებს აკეთებენ ესენი, მე მგონი. ბინბანი ქვია და ალბათ არის საქონლის ხორცით. აბა შეხედე. თქვენ არ ხუმრობთ. კოქსი მაცალე ერთი წამი, ბრატ. აქ არის სალათის ფურცელი, არის რაღაც соуსი, არის პომიდორი, ლობიოს ბანი აქვს, შეხედე, ლობიოს კატლეტი თუ რაღაცა აქვს. და ლობიოს სუნი აქვს. ჟავე კიტრია და კიდე соуსი, რა ის соуსი, რომელიც წინაზე ქნა. რა, ლობიო? რა? ამას ვერ მოგცემს, არ გეჭმება არც ერთი ინგრედიენტი. ამაზე არ ვიცი რა ვთქვა. ლობიოს კატლეტს ნახდა არ მოვლოდი. აი ეს არის ლობიო, მთლიანად, რაც ხორცი უნდა იყოს, ეს ლობიოა. ეს ჩემი არ არის. ეს უფრო ჩემ ქალს მოეწონება ეს საჭმელი, იმიტომ რომ ვეგეტარიანელია და ანუ იმედგაცრუების ფონზე ვარ ესე, რომ ხორცი მეგონა რომ იქნებოდა და ლობიო დამხვდა, თორე უგემური არ იყო რა. ანუ მაგიტომ მოვიწყინე, რომ ხორცი არ დამხვდა შიგნით და ველოდი ძროხის ხორცს რატომ ვარც არ ვიცი. საერთოდ ეგრეა ხოლმე კლასიკურად რა. ერთი ბურგერი არის ქათმის, მეორე არის ძროხის. ლობიოს დამხვდა და არ ველოდი რა. მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის ვეგანები, ვეგეტარიანელები, რომლებიც არ ჭამენ ხორცს, თქვენ ამაზე გემრიელთ, მაინც ვერ შეჭამთ. გემოების ამბავში ცოტა უჭირს მაგ ხალხს და კი იძახიან რომ მაინც გემრიელთ ჭამთო და რაღაცეები, მაგრამ ხო ვიცით რომ ხორცისნაირ გემრიელ რაღაცეებს თქვენ ვერ ჭამთ. იცით, მაგრამ უბრალოდ ეგ პოზა გიჭირავთ რომ მაინც გემრიელთ. არა, ვერ ჭამთ. ვერ ჭამთ ესეთ გემრიელთ როგორც ხორცს ჭამლები ჭამენ. 18 ლარი ღირს. ლობიოს ბურგერი 18 ლარი ღირს. ეს არის იმ ადამიანების პადუდარ დაყენება, რომლებიც ხორცს ვერ ჭამენ და ბურგერი უნდათ. და გინდა ეხლა 18 ლარი ღირს ბურგერი და იყიდე, არ გინდა და წადი გაი არ გამოიარე და რა მაინც არ არის სხვაგან ვეგანური ბურგერები წესიერი. ამიტომ თან ლობიო რავი ხა ამდენ ძვირია. ამ ხელა კატალეტი რო გააკეთე ლობიოსგან. ქათამი უფრო ძვირია თუ ლობიო, ნუ არ ვიცი. მაგრამ ჩემი აზრით აი 16 ლარი მაინც უნდა ღირდეს მინიმუმ. სცენარებიდან გაკეთებული რაღაცა, ჩემი აზრით უფრო იაფი უნდა ღირდეს, ვიდრე ხორციდან გაკეთებული რაღაცა. ჩემი აზრით, არ ვიცი, შეიძლება ვწდები. ხო და რადგან ქათამი 16 ლარი ღირდა ქათმის და ეს ღირს 18 ლარი, ცოტა ფასიც არ მომწონს. ან 16 უნდა ღირდეს, ან უფრო იაფი. ამიტომ მივცემდი 6 და 7 ქულას შორის, იმიტომ რომ არც იდეურად არ მომწონს, იმიტომ რომ არ ვარ ვეგეტარიანელი და არც გემოზე დიდად არ მომწონს, იმიტომ რომ ხორცის უფრო მომეწონებოდა, მაგრამ ობიექტურად კარგი რამეა ვეგეტარიანელებისთვის და ვეგეტარიანელებს ამის რეკომენდაციას მოგცემთ, მაგრამ ხორცის მჭამელებს არ მოგცემთ ამის რეკომენდაციას. და მე როგორც ხორცის მჭამელი 7 ქულას ამიტომ ვუწერ. ვეგანი რო ვიყო შეიძლება დამეწერა 14. ვრეპი, რომელიც აკეთებულია ტორტილას პურით და ქათმით. ანუ ქათმის ვრეპია. აპაპაპაპაპა გაგიჟდა ეს. არ გეჭმება ძმა, ეს გეჭმება მომენტი. მოიცადე. ჯანდაბად რას გიზავს არაფერს. ესე იგი, აქ გვაქვს სალათის ფურცელი, რაღაც соуსი. გასწო რა? კაია. აი მეტი აღარ ვღონთ რა. აი როგორია იცი? არაფრით განსაკუთრებული ერთ-ერთი ქათმის ვრეპია რა. არაჟნის соуსია, ჯანსაღმოები ნამდვილად აქვს. აი ეს ფლიანი პურია. აქ უკვე აღარ ხორცია და ერთი კიტლის გარდა აღარაფერია რა. ესეც ეგრეა შეხედე, აქ არის ხორცი. აი აქ. ამის ქვევით უკვე პური ღარიც არიადი და ცოტა მისახედია ეგ საკითხი მე მგონი ფუდგუჩი. აცმა, რაც თქვი. მოგეწონა? კი გეტყობა რომ მოგეწონა, შენ და კიდე გინდა. მაგრამ არ შეიძლება. ჩემი ძმა.
17 ლარი ეს ქათმის რეპი და რა ვიცი 17 ლარზე ნაკლები ქათმის რეპები ღირს ხოლმე რა ვიცი აბა ანუ ამ ბურგერზე ძვირი ეს ყოველ შემთხვევაში არ უნდა ღირდეს რა იმიტომ რომ ბურგერი ამას გაცილებით ჯობია ეს რა იყო ბიჭო გემრიელესი იყო ამიტომ ვერდიქტი იყოს ესეთი ქათმის რეპი არის ნორმალური ქათმის რეპი არაფრით განსაკუთრებული ფასი არის ცოტათი აცდენილი ჩემი აზრით მაგრამ სულ 1 ლარით ან 2 ლარით ქათმის რეპზე იაფი უნდა ღირდეს ჩემი აზრით რა ამ ყოველთვის გათვალისწინებით იმიტომ რომ ჯანსაღია და იმიტომ რომ კარგი ალტერნატივა ჩემნაირი ადამიანებისთვის რომლებიც ყובას ყურადღებას ვაქცევთ და მოგიწოდებ რომ შენს მიაქციო ყובას ყურადღება ნორმალური საჭმელია მივცემდი 9 ქულას კესადია მაგრად მიყვარს კესადია რა და ბევრი ეძახის კესადილიას ხალხო კესადილია არ არის 2 ლ ესპანურში იკითხება როგორც ე თუ რაღაც ის გავსად რა კესადია არის და არა კესადილია გაიგე მე ხო ჩილეში ნაცხოვრები კაცი ვარ და მასწავლესი კოქსი რა შვები შეჩემა კარგ ცხენია შეტრაკანა შენ კარგ ცხენია შეტრაკა ო აი ზომის კესადია აი შეხედე ნორმალური ზომის არის იმედია ძალიან ძვირი არ არის 18 ლარი არის ეხა ის რეპი 17 ლარი და ეს 18 რა უსამართლობა არ არის ჩემი აზრით არის ო აი შეგნით ყველებს ხედავ უკვე რაც ძალიან კარგია ჩედარი ჩანსეს ესე იგი 2 სართულიანია შეხედე აქ რო რაღაცეები დევს ქათამი და ყველი აქაც დევს აბაყია დედას ფიცაო ეგეთი რაღაცა არ მინახავს არც ერთ კესადიაში ზევით ქათამი და ყველი მხოლოდ ნახე 2 სართულიანია ეს პური ყოფს რა შუაზე საღულ ნახოთ ეს ყაბაყია ცოტა უცნაური მოიცა ოტა რა არის ნახევარი ცარიელია აი ეს ნაწილი ვაფშე ცარიელია აი ნახე რა ნაწილზე არის საუბარი შეხედე და გარდა ამისა აი ესეც ზევით ეს ნაწილი ვაფშე ცარიელია დარჩა ეს რა ამის გათვალისწინებით უკვე 18 ლარი ძვირია და ჯანსაღით საიდან არის ვერ ვიგებ ხა იმიტომ რომ ჩოლობრივი კესადია ეს უკვე არ გეჭმება ძმა ცოცხლიანია ყოლებით არის ქათამი და ვერ გაჭმევ რა იზვინე ჩოლობრივი კესადია და ჯანსაღი რაღაცა არის ვერ ვიგებ ყაბაყის გამო საკმაოდ ცოტა ყველი არ იგრძნობა საერთოდ რა მაგრამ რავი კაი კესადია რა რავი საბოლოო ჯამში კარგია გემრიელი კესადია რადგან ძახიან ჯანსაღია ესე იგი არის რაღაცა ჯანსაღი რა ვიცი და მე ვერ ვიგებ ფასი 18 ლარი ცოტა აი ეს ნაწილებიც ახლა რაც მე ამას მოვაცალე ესეც აქაც რო ხორცი ჩადოთ უკვე კარგი იქნება 18 ლარისთვის მაგრამ ეხლა 9 ქულა უნდა დავუწერო იმიტომ რომ ცოტა ის იყო ნაჟმოტი იყო ხორცზე რა ან პურზე იყო ნაჯიგრი და ან ხორცზე ნაჟმოტი იმიტომ რომ არ იყო რაღაც ადგილებში ხორცი საბოლოო ჯამში მთლიან ობიექტს ფუდგუდს მივცემდი 8 ქულას ყველაფერს გათვალისწინებით და ის ქათმის ბურგერი აუცილებლად წადი და ჭამა ეს იყო შენი მაქს კლუბისკო კარგად ხავე